სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ უორენ ვირსბის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ 21-ე ნაწილზე გადავალთ, სადაც დაბადების წიგნის 35 და 36 თავის განვიხილავთ. ამას უორენ ვირსბი დაარქვა შეგიძლიათ ისევ სახლში დაბრუნდეთ. საინტერესო კიდევ რაც ახლა აღმოვაჩინე, მაგალითად ბევრ რაღაცებს ხომ კიდევ გამეორებას აქვს ჩვენს ბიბლიურ შესწავლაში ადგილი, შეიძლება რაღაცა ქონდა ჩვენ წაკითხული, რაღაცა ქონდა გაგებული და კიდევ უფრო და უფრო ახლებურად, უფრო ფართოდ უყურებთ ამას. ერთ-ერთი ნიუანსი რაც აღმოვაჩინე, მაგალითად, აი ამ თავში არის აღწერილი რეუბენის ცოდვა. რეუბენი, როდესაც მამამისის მეორე ცოლის, მისი დედა იყო ლეა და რახილი მისი დეიდა. და მის მხევალთან, როდესაც საწოლს გაიზიარებს, ხო? ერთი მუხლია მოცემული, აი ერთი მუხლია ამაზე დაწერილი. ნახეთ ბიბლია როგორ არის, ხო? ძალიან კომპაქტურად არის დაწერილი, ხო? მთელი ისტორიები რო წასულიყო, ფსიქოლოგიური ანალიზი ან რაღაც დეტალები, რაც ჩვენ გვაქვს მაგალითად დავითის ცხოვრებაში. იაკობის გარკვეულ რაღაცეებშიც არის ხოლმე უფრო გაშლილი, მაგრამ აი ეს ნიუანსი, ხო? მაგალითად, როდესაც იუდა გადის და იუდა ემართება ის ამბავი, გახსოვთ ალბათ მაგასაც წავიკითხავთ ჩვენ თამარისთან, თავის რძალთან მოგუწევს ხომ საწოლის გაზ. იქ უფრო ფართოდ არის ეს მოვლენა მოცემული, მაგრამ რეუბენის ეს ცოდვა, შეცდომა, გადაცდომა ერთი მუხლი არის, წარმოგიდგენიათ? და ის სათქმედება ყოველთვის ჩვენ კარგი დამკვირვებელი ბიბლიური კომენტატორები, თავიდან რა თქმა უნდა, როცა ვიწყეთ ფეხისადგმას ხო ბიბლიასთან ურთიერთობაში, რომ ჩაგვახედოს და ამაში არაფერი არ არის რაღაცა დაუშვათ გადამეტება და შესვლა რაღაცა დაფარულში, როცა ჩვენ ფსიქოლოგიურად ერთ მუხლს ამოვიღებთ და გავშლით. ამას გააკეთებს ახლა უორენ ვირსბიც და აი აქ შეიძლება უკვე ჩართოთ ჩვენი ცხოვრებისეული შეხედულებებიც, ასევე თუ წაგვიკითხია ლიტერატურა მსგავსი, ფილმები გვინახია მსგავსი და უფრო გავშალოთ, რათა დავხატოთ სურათი, რა მოხდებოდა და როგორ იქნებოდა. ასევე ძალიან ბევრ ადგილზე ბიბლიის ბალთ შეიძლება ახალ აღთქმაში ჩვენ შეხვდეს განსაკუთრებით მოციქულთა საქმეებში, როდესაც არის რაღაცა თხრობითი ელემენტები და იქ იყოს კომპაქტურად მოწოდებული რაღაცა მოვლენა და იქ ჩვენ უკვე გავშალოთ ჩვენი აზროვნება, ღმერთმა ხომ მოგცა აზროვნება და ფიქრები და უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ და როგორც გარმოს რო გაშლით, ხო იცი, კომპაქტურად როა და უფრო მეტი ჩაიკითხოთ იქ, რაც არ არის შეტანილი იმაში. ეს არის კიდევ ერთ-ერთი, რაც მე აღმოჩენს, ძალიან საინტერესო იყო ამ თავში აღმოჩენა იმისა, როდესაც გახსოვთ რახელი რო იტყვის. როდესაც იწყება მათი ურთიერთობები და რახელს არ უჩნდება შვილი. ის გაუბრაზდება იაკობს და ეტყვის, რომ გამიჩინე შვილები, მომეცი შვილები, თორემ მოკვდებიო. და მართლაც მეორე შვილს რო გააჩენს, გარდაიცვლება. ნახეთ ღმერთმა მიცა, მაგრამ გარდაიცვალა. როგორ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხო ჩვენ როცა რაღაცებს მოვინდომებთ და ვიტყვით. ხო არის წამოცდემები, რაღაცა ღმერთი ყოველთვის რაღაცნაირად გვახსენებს ჩვენ. ეხლა რახელი ვიცით, რომ და ნებისმიერი ბორწმუნე ადამიანი რო კვდება, ესეც უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ არ ნიშნავს ეს სიკვდილი მარადისობაში ჯოჯოხეთში წასვლას, ხო? ძალიან ხშირ შემთხვევაში მორწმუნეები იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველა აბსოლუტურად სამოთხეში მიდიან, ხო? ძველი აღთქმის გმირებიც. და მე იესო ქრისტეს აღდგომის შემდეგ ისინი ყველანი იესო ქრისტემ წაიყვანა შეულიდან განსასვენებელი ადგილი, რომელიც იყო კარგი და ეს გადამოცემული ა ブラ ამის წიაღიდან ყველანი თავისთან სამოთხეში. და იქ სულიერ მდგომარეობაში არიან, ხომ და ეს არ უნდა გავიგოთ ისე, მაგრამ სცენიდან გაყვანილი იქნა ერთგვარად. ხედავთ? და ამიტომ მაინც ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი, რომ რაღაცა ისეთი არა თქვა ცხოვრებაში, ხო, რომელიც მე შეიძლება წინ დაუხოდროს ღმერთმა და გაახსენოს. ამიტომ ჭირდება სიფრთხილე. მოდით ახლა მოვუსმინოთ ჩვენ კომენტარებს. კარგი იქნება თუ თქვენ ბიბლიებს გადაშლით 34 და 35 თავზე, მიხედავთ რომ დეტალურად აღწერს ბატონი უორენი, კარგია თუ თქვენ ჩაიხედავთ, ვისაც არ აქვს წაკითხული და ვისაც აქვს წაკითხული, კიდევ რომ ესე ჯობია ბიბლიური კომენტარების წაკითხვა, როდესაც მეც ვკითხულობდი მაგალითად ამ ადგილებს და წიგნით ვკითხულობდი, ხო, მე კომპიუტერთან მქონდა ჩართული ეკრანზე მქონდა თვითონ ეს და როცა მჭირდება ეკრანზე იმას შევუდი. წიგნიდან აქ წიგნი ხელში მეჭირა ეს კომენტარები და ესე ვადევნედი თვალყურს
თუ რამე კიდე ახსახდგენი მქონდა, რომელიც მე არ მახსოვდა კარგად. აი მოდით მოვუსმინოთ ახლა შეგიძლიათ ისევ სახლში დაბრუნდეთ. ესე დაასათაურა ეს ნაწილი 30-ათე, სადაც ორი თავი შეიყვანა. წინაში გასულ 3 თავი იყო შეყვანილი, ახლა 2 თავი. და ზოგჯერ შეიძლება ერთი თავიც იყოს თუ მნიშვნელოვანია და თემატურად ძალიან დატვირთულია და პარალელები მოაქვს ახალი აღთქმიდან. აი ესეც ერთ-ერთი ნიუანსი კიდე გამეორების თვალსაზრისით, რომ ახალი აღთქმის ყველაფერი დანახვა აქ არის ჩვენი იესო ქრისტესი, ხომ? ყველაფერი ხსნისკენ მიდის, ყველა პარალელი ჩვენ გვეუბნება ამათ, მათი ცხოვრება, მათი ცოდვილობა, მათი მონანიება, უკან დაბრუნება, ეს თლიანად ბიბლიურ ხსნაზე არის დაწერილი. ასე რომ ბევრი პარალელები აქვს ახალი აღთქმიდანაც მოყვანილი. ამისთვისაც მოემზადეთ რომ მოინიშნოთ. დაბადების წიგნის 34 თავიდან 35-ზე გადასვლა გავს გარკვეულწილად უდაბნოდან ბაღში წასვლას, ან კიდე უფრო სწორია სასწრაფო დახმარების განყოფილებიდან საქორწილო ნადიმზე გადასვლას. გახსოვთ ხომ როგორ დამთავრდა 34 თავი, შემიძლია გაგახსენოთ, მოდით შეგახსენოთ ვისაც არ ახსოვს 34 თავი როგორ დამთავრდა. ესე იგი დახოცეს, იცით ხომ, დახოცეს დინას გამო შექემელები და ეუნება იაკობი თავისშვილებს. და უთხრა იაკობმა სიმოსადელების დამღუპეთ, რადგან შეაძულეთ ჩემი თავი ქანაანელებს და ფერიზელებს. ამ ქვეყნის მაცხოვრებელს ხალხი ცოტა მყავს, ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მომსპობენ. მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც. მაგრამ მათ უპასუხეს, განა ჩვენს დას ისე უნდა მოგცეუნა, როგორც მეძავს. ესე იგი ძალიან დაძაბული მდგომარეობაა. წარმოვიდგინეთ შექემის თელი ქალაქი თავისი მეფიანა და პრინციანა ამოწყვიტეს და გარბიან და ამას უწოდა როგორც უდაბნოდან ბაღში გადასვლა. და იწყება 35 თავი ასე რომ უთხრა ღმერთმა იაკობს, ადექი, ადი ბეთელში. ნახეთ? და იქ დამკვიდრე და იქ აუგე სამსხვერპლო ღმერთს, რომელიც გამოგეცხადა, როცა შენ ძმას ესავს გაურბოდი. და უკრა იაკობმა თავის სახლებს და ნახეთ როგორ გადადის ეს. და ამაზე არის, რაზეც ვორენ ვირისი ამახვილებს ყურადღებას, რა კონტრასტია, ხო, გადასვლის. რო სასწრაფო დახმარების განყოფილებიდან საქორწილო ნადიმზე რო შეგიყვანენ, კაი შედარება არის. დაბადების 35 თავში აღწერილი ატმოსფერო, რწმენისა და მორჩილების ატმოსფეროა და აქცენტი აკეთება განწმენდასა და განახლებაზე. ღმერთი 35 თავში 10 ჯერ არის ნახსენები და მან გამოიყენა თავის სახელი ელ შადაი, რაც ნიშნავს ღმერთს ყოვლის შემძლეს, ყოვლადძლიერს. რაც ყველაზე მთავარი 35 თავში არის ის, რომ თქვენ ხედავთ იმას, თუ როგორ მიიწევენ წინ ღვთის მომლოცველი ადამიანები და როგორ ჩადიან ღვთის მიერ დანიშნულ ადგილას. თუმცა იაკობის რწმენის ახალმა ნაბიჯმა ხელი არ შეუშალა მას, რომ ისევ ახალი პრობლემები და განსაცდელები გაევლო. განახლების ამ პერიოდში იაკობმა დამარხა როგორც მამა, ასევე საყვარელი ცოლი და მწუხარების თურთად ისიც დაემატა მას, რომ მისმა პირმშომ რეუბენმა საშინელი ცოდვა ჩაიდინა. გამარჯვებული ქრისტიანობა არ ნიშნავს ცხოვრებისეული სირთულებისაგან თავის დაღწევას და მხოლოდ უდარდელი დღეებით ტკბობას. ეს ნიშნავს ღმერთთან წმენით სიარულს და ასევე იმის ცოდნას, რომ ის ჩვენთან არის და მისადმი მინდობას, რომ ის აუცილებლად მაინც დაგვეხმარება ჩვენი სიკეთისა და მისი დიდებისათვის. რა სირთულებსაც არ უნდა უშვებდეს თავად ის ჩვენს გზაზე. მომწიფებული ქრისტიანი იმაზე კი არ ლოცულობს, როგორ გამოვიდეო აქედან, არამედ იმაზე, თუ რა სარგებელი მივიღო ამ განსაცდელებისაგან. მოდით ახლა ყურადღება მივაქციოთ იაკობის ცხოვრებაში შემოსულ ახალ რაღაცებს. პირველი არის ახალი დასაწყისი, რომელიც აღწერილი ამ თავის პირველიდან მე-15 მუხლებამდე. სახარების სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ისეთები, როგორიც ვიყავით ჩვენს მოქცევამდე. რამდენჯერაც არ უნდა ავწდეთ და გადაუხვიოთ უფლის გზას, ჩვენ ისევ და ისევ შეგვიძლია მის სახლში დაუბრუნდეთ. თუ რა თქმა უნდა ჭეშმარიტად მოვინანიებთ და დამემორჩილებით მას. სწორედ ეს დაემართა გახსოვთ აბრაამს მე-13 თავში, ისააკს 26 თავში, დავით მეფეს მეორე მეფეთაში, იონა წინასწარმეტყველს გახსოვთ რა ემართება, როცა ღმერთი ავალებს მას და ის კი გაურბის მას და პეტრე მოციქულს იონეს სახარების 21 თავში აღწერილია. და ახლა ეს უკვე ემართება ასევე იაკობსაც. პირველი მუხლი ესე იწყება, რომ ღმერთი ესაუბრება იაკობს.
რამდენიმე წლის განმავლობაში იაკობი ბეთელიდან 30 მილის დაშორებით ცხოვრობდა და ურჩობისათვის მან ძვირიფასი გადაიხადა. გასოთ რა დაემართება დინას. ჩვენ წავიკითხოთ 24 თავში როგორ გააუპატიურეს ის, ხომ? მაგრამ ახლა უფლმა უთხრა რომ ბეთელში გადასულიყო და იგი დასახლებულიყო. იაკობმა უკვე იცოდა რომ ბეთელი მისთვის და მისი ოჯახისათვის ღვთისმიერ დანიშნული ადგილი იყო. 31 თავში გასოთ ეს მან აღიარა. მაგრამ მორჩილებას რატომღაც აჭიანურებდა. ამიტომ გაიხსენე სად და ეცი, მოინანიე, აკეთე პირვანდელი საქმეები, თორემ მალე მოვალ შეთა და გადავწევ შენ სალამპრეს თავისი ადგლიდან. თუ არ მოინანიებ, გამოცხადების წიგნი 2:5. ვიმეორებ კიდევ. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ეს, როცა ადამიანი იწყებს განახლებას, თუ იქ არ დაბრუნდი, სადაც შენ შეცდომა დაუშვი, ხომ, ღმერთი არ იაქტიურებს. ანუ არ მიიღებს შენს მონანიებას. ვიმეორებ გამოცხადების წიგნი 2:5. ამიტომ გაიხსენე სად და ეცი, მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები, თორემ მალე მოვალ შეთა და გადავწევ შენ სალამპრეს თავისი ადგილიდან თუ არ მოინანიებ. და ეს არის იცით, როდესაც გაფრთხილებას იძლევა ღმერთი გამოცხადების წიგნში, ხომ? მეორე თავში, აგერ ეფესოს ეკლესიაში. ეფესოს ეკლესიას იწყება ეფესოს ეკლესიით ეს გაფრთხილებები, გასავთ, როდესაც ეკლესიას აფრთხილებს და აი ამას მეუნება ეფესოს ეკლესია. შემდეგი კიდე გავიხსენებთ, სარდე იქნება შემდეგი, კიდე მოიტანს პარალელს ბატონი ვორენი. იაკობა სამსხვერპლო ააგო შექემის მახლობდა და ნაყიდ მიწაზე მას ღმერთი, ისრაელის ღმერთი უწოდა. მაგრამ ღმერთი არ იყო კმაყოფილი ამ სამსხვერპლოდ. გასოთ 33 თავში ჩვენ წავიკითხეთ ეს სამსხვერპლოს აგება. მაგრამ ღმერთი არ იყო კმაყოფილი ამ სამსხვერპლოდ, რადგან მას სურდა რომ იაკობი ბეთელში წასულიყო და ღვთის სახლში ეცა მისთვის დაყვანი. უფალმა იაკობს შეახსენა მისი სასოწარკვეთილი მდგომარეობა 20 წლის წინ და ის თუ როგორ გაათავისუფლა და აკურთხა იგი. ბეთელში იაკობმა რამდენიმე აღთქმა და უფლის წინაშე და ახლა მათი შესრულების დროც დადგა. ქრისტიანულ ცხოვრებაში და ადგილობრივ ეკლესიებში არსებული მრავალი პრობლემა, ნახეთ მოусვინეთ, სანახევრო მორჩილების შედეგია. ჩვენ ვიცით, რა სურს უფალს ჩვენგან, ვიწყებთ ამის კეთებას და შემდეგ ვჩერდებით. როდესაც არ ვაგრძელებთ ღმერთის მორჩილებას და მისინების შესრულებას, ისიც კი, რაც გავაკეთეთ, კვდება და ქრება. და ახლა არის გაფრთხილება, როგორც გითხარით, კიდევ გამოცხადების წიგნიდან. გამოფხიზლია განამტკიცე ის, რაც დაგჭა და სიკვდილის პირასა, ვინაიდან ვერ ხედავ, რომ შენი საქმეები აღსრულებული იყოს ჩემს ღმერთის წინაშე. გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე და დაიცავე მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ როგორც ქურდი და ვერ გაიგებ, რა დროს მოგივალ. გამოცხადება 3:2-3. ნახეთ, ესე იგი ეს უკვე არის იგივე გამოცხადების წიგნიდან მოცემული. სარდეს ეკლესია, როგორც გითხარით. ეს უკვე სარდეს ეკლესიიდან არის მოტანილი ეს პარალელი. იაკობმა თავის სახლეულს დაავალა. სასიამოვნო დაავალა, რომ თუ მოყვებით და იმაშვებით, დაავალა, რომ კერპებისაგან ყველა განთავისუფლებულიყო და განწმენდენიყვნენ. სასიამოვნო იმის დანახვა, თუ როგორ აიღო იაკობმა სიტუაციის კონტროლი საკუთარ თავზე და თამამად დაამოწმა ის, რაც ღმერთმა უთხრა და რაც გააკეთა მისთვის. ეს მითითები ეხებოდა არა მხოლოდ იაკობის ცოლებსა და შვილებს, არამედ მსახურებსაც, რომლებიც მან ფადან არამში დაიქირავა. ურიცხვი მსახურები ყავდა, იმიტომ ამხელა ჯოგს მარტო როგორ მოულიდა შვილებთან ერთად, ხო? რადგან იაკობს დიდი ფარა და ჯოგი ყავდა, ალბათ ბევრი კაცი სჭირდებოდა მათზე საზრუნავად. იაკობმა ყოველთვის განწმენდის დროს მოითხოვა და პირველი რაც მან გააკეთებინა, ეს იყო კერპებისაგან თავის დაღწევა. რახელმა მამამისის საოჯახო კერპები მოიპარა, გახსოვთ 31 თავში ჩვენ წავიკითხეთ მე ლაბანი რომ დაედევნება მათ და ჩხრიკავს, გახსოვთ ხომ რომ იტყვის რახელი რომ დაჯდება აკლემზე და მოიმიზეზებს რომ მას მენსტრუაცია აქვს და რომ მამამისმა არ იმასაკნას, ხომ გადამალა ეს კერპები. და იაკობმა იცოდა რომ ბანაკში სხვა ცრუ ღმერთებიც იმალებოდნენ. ასევე იმ სახურებსაც ექნებოდა ხო წამოღებული ანალოგიურად ეს წარმართული ღმერთები. წარმართი ერების ღმერთების თაყვანისცემა ყოველთვის ცუნებას წარმოადგენდა ისრაელისათვის. მოსეს უნდა გაეფრთხილებინა ისინი კერთაყვანისმცემლობის შესახებ, სანამ ისინი
ქანაანის მიწაზე შევიდოდნენ. მეორე რჯულის მეშვიდე თავში კითხულობთ ამას. ხოლო იოსონავეს ძეს უნდა გამოეწვია ისრაელებისათვის, რომ მიეტოვებინა თავიანთი კერპები მას შემდეგ, რაც ისინი მიწას დაიპყრობდნენ. ეს იოსონავეს წიგნში არის 24 თავში გადმოცემული. სამუელიც კი შეეჩეხა ამ პრობლემას თავის დროს, ეს უკვე პირველ მეფეთა წიგნში მეშვიდე თავში კითხულობთ. და წინასწარმეტყველები ხშირად საყვედურებდნენ ისრაელის ერს მაღლობებზე კერპების აგებისათვის. გახსოვთ მაღლობებზე მსახურება ეს ლაიტმოტივად გაზრდებს თუ მეფეთა წიგნებს და წინასწარმეტყველები ყოველთვის ამაზე აფრთხილებდნენ. გარკვეულწილად შეიძლება მაგალითად კერპები აეღოთ ქალაქში, მაგრამ ისევ ამბობს ბიბლია, რომ ისინი მაინც მაღლობებზე მაინც ცემდნენ პატივსო იმ კერპებს, ცრუ ღმერთებს. მეორე მითითება იყო განიწმინდა და გამოიცვალე ტანსაცმელი. დღეს ჩვენ თანამედროვე დროში ადამიანის უმეტესობა მიჩვეულია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგად მოვლი სანტექნიკა, სურნელოვანი საპონი და უამრავი, ესე ვთქვათ, კომფორტი. მაგრამ ბიბლიურ დროს იქ ცხოვრებ უძველეს მომთაბარე ხალხს ეს კომფორტი არ ქონდა. სხვათა შორის, ჩვენი თანამედროვე ჰიგიენური პრაქტიკა, საშუალებები, ხო, რაც აგვაქვს ჩვენ, სრულიად უცნობი იყო დასავლურ ცივილიზაციაშიც. მისი ისტორიის უმეტეს ნაწილის განმავლობაში. არ ვიცი, იცით თუ არა, დღეს ძალიან ბევრი Facebook-ზე ბევრი რგოლებს უშვებენ, ისტორიულ რგოლებს და ძალიან ბევრი ინფორმაცია ხდება, თუ როგორ იყო თუნდაც შუა საუკუნეებში რო არ წავიდეთ. და რატო გავრცელდა, ხო, შავი ჭირი, ბურბონული ის რო ამბავს, ხო, ის დავადება რო იყო და თითქმის ნახევარი ევროპა და მეტი გაწყდა. ხო, ძალიან ისეთი იყო, დაუცველი იყო ჰიგიენა. და თვითონ აი მეფეების ლუდოვიკო მე-14-ზე, რა ვიცი, ჰენრი მერვეზე. წაიკითხეთ აი დეტალები და ისტორიები და ნახავთ თუ როგორი იყო მაშინ ჰიგიენა. ნახეთ. და ამბობს უორენ ბიფი და რასაც ჩვენ აუცილებლად ნითებს უწოდებთ, ჩვენი წინაპრები მას ფუფუნებად აღიქვამდნენ. მაგრამ წმინდა წერილში სხეულის დაბანა ტანსაცმლის გამოსვლა ახალი დასაწყისის სიმბოლოა. ჭუჭყის მსგავსად ცოდვად შებილწულია და უნდა ჩამოირეცხოს. ამას ჩვენ გითხულობთ სალმონებში 50-ში დავითი ამას გითხულობს, მეორე მეშვიდე მუხლში ესაია პირველ თავში ამბობს, მეორე კორინთელთა მეშვიდე თავში პავლე ამას იხსენებს და პირველი იოანეს წერილი პირველი თავი აქ არის ზუსტად ცოდვის განწმენდაზე. ჩვენი ძველი სამოსელი ძველ ცხოვრებას თავის წარუმატებლობით განასახიერებს. ამას უკვე ესაია თავის 64 თავში მე-6 მუხლში ახსენებს. მაგრამ ღმერთი თავისი წყალობით გვაძლევს ახალ სამოსელს, რათა შევძლოთ ახალი დასაწყისის შექმნა. დაბადება გახსოვთ მე-3 თავი, როდესაც ღმერთი ამ ლეღვის ფოთლებს მოაცლის მათ და აძლევს უკვე ტყავით შემოსავს. ასევე ესაია იხსენებს ამას 61 თავში, ზაქარია მე-3 თავში და ლუკას ახარება მე-15 თავში. ასევე გამოცხადების მე-3 თავშიც, აი აქაც მე-18 მუხლში არის კიდევ ნახსენები. სანამ ღმერთი სინაის მთაზე მის კანონს მისცემდა მოსეს, მან ხალხს უბრძანა, რომ დაებანათ, განებანათ მას და ტანსაცმელი გამოეცვალათ, რადგან ისინი ღმერთთან საზეიმო აღთქმის დადებას აპირებდნენ. გამოსვლის წიგნი 19:9. აქ არის ეს აღწერილი. მთელი ხალხი ემორჩილებოდა იაკობის ცნებებს და გადასცემდა მას კერპებს და სამკაულებს, რომლებიც წარმართულ ღმერთებთან იყო დაკავშირებული. ასევე შეგიძლიათ ჩვენ ეს ვიხილოთ გამოსვლის წიგნის 32 თავში და მსაჯულების წიგნში მე-8 თავში, ასევე ოსიას მე-2 თავშიც. ანალოგიური, როდესაც ხდება მიტოვება ძველი ყოფის და ძველი ცხოვრების, ხომ? იაკობმა ეს ყველაფერი შექემში მუხის ქვეშ დამარხა, რომელიც როგორც ჩანს ცნობილი ხე იყო და შესაძლოა სწორედ ეს იყო ნახსენები უკვე მე-12 თავში აბრაამის ისტორიაში. ღმერთმა დაიცვა იაკობი და მისი ოჯახი. შექემელებზე მკვლელობა თავდასხმის შემდეგ სიმონისა და ლევის მიერ რომ განხორციელდა, იაკობს ბუნებრივია ეშინოდა, რომ ქვეყნის ხალხი მას დაესხმეოდა. მაგრამ ღმერთმა შეასრულა თავის დაპირება, რომელიც შეპირდა, ხო, რომ იზრუნებდა იაკობზე და მის ხალხზე და ისინი ბეთელისაკენ გაემართებიან. ჩვენ ვიცით ღმერთის ზრუნვა ესე აღწერილი 104 ფსალმოში. იგივე ღვთის შიში წინ უძღოდა ისრაელს, როდესაც ისინი ქანაანისაკენ მიემართებოდნენ და გზას უმზადებდა მათ მიწის დასაპყრობად. გამოსვლის წიგნი 15, მეორე რჯული 2, იესონავესზე 2.
ყველაფერი აქ არის ზუსტად ესე აღწერილი, რომ ღმერთი ყოველთვის ზრუნავს თავის ხალხზე. და როდესაც ღვთის ხალხი ღვთისნებას ასრულებს ღვთის გზით, ნახეთ, როდესაც ღვთის ხალხი ღვთისნებას და ღვთის გზით. არ კამარა შენ რომ მარტო ღვთის ხალხად იწოდებოდე, თუ მის ნებას არ ემორჩილები და ასევე თუ ემორჩილები ნებას, უნდა ღვთის გზით დაემორჩილო. განა შენი დაუშვათ გაგებით, არამედ რომელი გზაც ღმერთმა გამოავლინა. ასე რომ ადამიანები, როდესაც ღვთის ხალხი ღვთისნებას ღვთის გზით ემორჩილება, მათ შეუძლიათ რომ რწმენით დაეყრდნონ ღვთის მფარველობას და მის დაცვას. ესაია 51 თავი, ოსაიას 44 თავი და ესაიას 53 თავიც. როდესაც ღვთის გვეშინია, ჩვენ უკვე აღარავისი აღარ უნდა გვეშინოდეს. შემდეგი ქვემუხლები არის მეექვსე მერვე იაკობი თაყვანს ღმერთს. ღმერთმა აღუთქვა, რომ იაკობს უსაფრთხო დააბრუნება ბეთელში და მან შეასრულა თავისი აღთქმა, როგორც ყოველთვის აკეთებს ხოლმე ის ამას ნებისმიერი ჩვენთაგანისათვის, როდესაც მივენდობით მას. იესო ნავესზე 21 თავი, 23 თავი, მესამე მეფეთა 8:56. იაკობმა შეასრულა შეთანხმების თავისი ნაწილი საკურთხევლის აშენებით და თავისი სახლის უფლის თაყვანისცემაში ხელმძღვანელობით. კიდევ ერთხელ იაკობმა ძველ ადგილს ახალი სახელი დაარქვა. მან ლუს დაარქვა ახალი სახელი, ბეთელი, ღვთის სახლი. ახლა კი ბეთელი გაფართოვდა და ბეთელის ღმერთი გახდა. მნიშვნელოვანი ადგილი კი არ არის, არამედ ადგილის ღმერთი იყო. და ის, რაც მან იაკობისათვის გააკეთა. ებრაელი ხალხი ბევრ ადგილას განსაკუთრებულად მიიჩნევა და იმის გამო, რაც ღმერთმა იქ მათთვის გააკეთა. ადგილები, როგორიცაა ბეთელი, სინაის მთა, იერუსალემი, იორდანეს მდინარე და გილგალი. შესაძლოა ჩვენ ყველა ჩვენთაგანს გვაქვს ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის იქ მიღებული სულიერი გამოცდილების გამო. მაგრამ წმინდა ადგილი არასდროს არ უნდა იკავებდეს წმინდა ღმერთის ადგილს. აი, რა შესანიშნავიც არის. აი, ჩვენთანაც საქართველოში როგორ არის, ხო? სულ წმინდა ადგილები, ხო? სვეტი ცხოველი, აქეთ, იქ, რა ვიცი, სამება, სიონი და არის ერთი ის ამბავი, ხო? როცა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა არ არის. განსაკუთრებული ადგილის მონახულება და ძველი კურთხევების დაბრუნების ცდილობა წარსულში ცხოვრებას ნიშნავს. ნახეთ, ვიმეორებ. განსაკუთრებული ადგილის მონახულება და ძველი კურთხევების დაბრუნების ცდილობა წარსულში ჩარჩენა, ნახეთ, ჩარჩენილი ადამიანი, ესეთი ადამიანი და წარსულში ცხოვრებას ნიშნავს. ამიტომ თხოვთ ღმერთს ახალი კურთხევები და საკუთარი თავის ახალი გამოცხადება. ჩვენ არ ვიცით, როდის გახდა რებეკას მოახლე დებორა. იაკობის ოჯახის წევრი, მაგრამ მისი ბანაკში ყოფნა იმაზე მიუთითებს, რომ იაკობის დედა უკვე გარდაცვლილი იყო. დებორა ისააკთან დარჩა მანამ, სანამ იაკობი ხებრონს არ მიუახლოვდებოდა. შემდეგ კი იმ ბიჭთან, რომელიც აღზრდაში წლების წინ ეხმარებოდა. იყო თუ არა ის, ვინც იაკობს რებეკას გარდაცვალების ამბავი აუწყა? არ ვიცით. იაკობის მოხუცი მსახურებისადმი ნაზი მოპყრობა ყველასათვის მისაბაძი მაგალითია. ღმერთი ასევე ეცხადება უკვე იაკობს მე-19-15 თავებში. ბეთელში პირველი ყოფნისას იაკობმა ღმერთიდან ანგელოზების სიზმარში იხილა, მაგრამ ახლა უფალი გამოეცხადა მას განსაკუთრებული სახით და აკურთხა ის. ღმერთმა კვლავ დაადასტურა იაკობის სახელი ისრაელი და საკუთარი სახელი ყოვლის შემძლე ღმერთი, ელ-შადაი. მან ასევე კვლავ დაადასტურა დაპირებები იაკობის შთამომავლობის გამრავლებისა და მათ მიერ მიწის დაუფლების შესახებ. და დაარწმუნა იაკობი, რომ ერები და მეფეები მის შთამომავლებს შორის იქნებოდნენ. იმ დროს იაკობს მხოლოდ 11 ვაჟი ყავდა, მაგრამ ღმერთი მას კიდევ ერთ ვაჟს მისცემდა და უხვად აკურთხებდა ყველას და გაზრდიდა მათ რიცხვს. როგორც ეს მან წლების წინ ბეთელში გააკეთა, იაკობმაც აღმართა მას სვეტი და მიუძღვნა იგი უფალს. მან არა მხოლოდ ზეთი დაასხა სვეტზე, არამედ ეხლა უკვე ღვინოც დაასხა. საღვრელის შესაწირავი რეგულარული მსხვერპლშეწირვის დამატება იყო და მსხვერპლშეწირვის დაწვისას სამსოყლოზე იღურებოდა. ჩვენ ამას მერე გამოსვლის წიგნში წავიკითხავთ 29 თავში, რიცხვთა წიგნში, ბევრჯერ არის მოცემული მე-6, მე-15-ში, სადაც ღვინო და ზეთი ერთად მოიხსენიება. ეს იყო მიძღვნის სიმბოლო, თაყვანისმცემლის სიცოცხლე, რომელიც უფლისათვის იღურება. მეორე მეფეთა 23:16 და ფილიპელთა 2:17. იაკობის აღდგენა ახლა დასრულებული იყო. ის დაბრუნდა ღვთის მიერ არჩეულ ადგილას, მან თავი და მსხვერპლი შესწირა უფალს, უფალმაც ესაუბრა მას და აღთქმის დაპირებები კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ის ლაბანის სახლიდან ღვთის სახლში დაბრუნდა და მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სასწავლო უფალთან,
მისი სიარულის შესახებ. იაკობი იწყებდა ისრაელად ყოფნას და ცხოვრებას უკვე როგორც პრინცი და არა როგორც ღატაკი. ახალი ვაჟი ეს გადმოცემულია უკვე როგორ შეეძინება მას ბენიამინი. შეგიძლიათ წაიგითხოთ 35-ში მე-16 მუხლებში. ახლა ღვთის ხმისაგან ბავშვის ტირლისა და დედის უკანასკნელ სიტყვებზე გადავდივართ. როდესაც იაკობის საყვარელმა ცოლმა რახელმა შეიტყო რომ ის ორსულად იყო, ამან ორივეს დიდი სიხარული მოუტანა. მან იაკობს მხოლოდ ერთი ვაჟი იოსობი, რომელიც ნიშნავდა დამატებას უშვა და მისთვის სახელის დარქმებით გამოხატა კიდევ ერთი ვაჟის ყოლის სურვილი. ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვები და მეორე ვაჟიც აჩუქა. იაკობს ახლა 12 ვაჟი ყავდა, ისრაელის 12 ტომის დამაარსებლები. შემდეგი არის სიკვდილი. გახსოვთ ის თუ რა უთხრა რახელმა იაკობს, მომეცი შვილები თორე მოკვდებიო. 21 თავში გახსოვთ ჩვენ რომ წავიკითხეთ. ახლა ის მეორე ვაჟს გააჩენდა, მაგრამ ამით საკუთარ სიცოცხლეს გაწირავდა ბავშვის სიცოცხლისათვის. მის სიკვდილი არ უნდა გავიგოთ როგორც ღვთის სამსჯავრო, არც მისი ნაჩქარევი განცხადებების გამო და არც იმიტომ რომ მან მოიპარა მამამისის კერპები. ცხოვრება სინათლისა და ჩრდილების, სიხარულისა და მწუხარების მოზაიკაა და იმავე ბავშვმა, რომელმაც რეიჩელს, მის ქმარს სიხარული მოუტანა, მან ასევე ცნებლებიც მოიტანა. შემდეგი არის რწმენის გამოხატულება. ბენ-ონი, რომელსაც რახელი ითხოვს რომ დაარქვან თავის შვილს ბენ-ონი, ჩემი მწუხარებისზე, ან ჩემი უბედურებისზე, არც ούτε ისე ხელსაყრელი სახელი იყო კაცისათვის, რომელსაც მთელი ცხოვრება უნდა ეტარებინა ეს და გაეხსენებინა, რომ ის მისი დაბადებას დედამისი გადაყვა და სიკვდილი გამოიწვია. მწუხარება მის ყოველ დაბადებას დღეს დაჩრდილა და ამიტომ იაკობმა ყოველთვის მზად იყო გახსოვთ იაკობი ყოველთვის რაღაცისთვის ახალი სახელი შეეცვალა და დაერქვია. ამიტომ მან თავის ახალ შვილს უკვე ბენიამინი დაარქვა, რაც ნიშნავს ჩემი მარჯვენის ხელს. ჩემი მარჯვენა ხელის ძეს, ან პატივისცემის ძეს. ისრაელის პირველი მეფე, თუ გახსოვთ ხომ, საული, ბენიამინის ტომიდან იყო. ჩვენ ამას პირველ მეფეთა წიგნებში წავიკითხავთ მე-9 თავში. და ასევე მოციქული პავლეც, რომელმაც ქრისტიანობა გაავრცელა მთელ დედამიწაზე, ასევე ბენიამენელი იყო. ის ამას ასახელებს უკვე ფილიპელთა წერილის მე-3 თავში, როცა აღწერს თავის წარმომავლობას და თავის ატრიბუტებს, თავის წოდებებს. შემდეგი ქვეთავი არის სიყვარული. 20 წელზე მეტი ხნის წინ იაკობმა სვეტი აღმართა ბეთელში ღმერთთა შეხვედრის აღსანიშნავად. ახლა მან სვეტი აღმართა თავისი საყვარელი ცოლის, რახელის ხსოვნის აღსანიშნავად. ის მდებარეობდა ეფრათისაკენ მიმავალ გზაზე, რაც ბეთლემის კიდევ ერთი სახელია. ეფრათ ნიშნავს ნაყოფიერს და ბეთლემი ნიშნავს პურის ბეღელს, სახლს. ტრადიციის თანახმად რახელის საფლავი ბეთლემიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 1 მილის დაშორებით იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზეა. თუმცა იერემია წინასწარმეტყველის თქმით, ის რამასთან ახლოს არის, იერუსალიმიდან ჩრდილოეთით 5 მილის დაშორებით მდებარეობდა. ამას უკვე ჩვენ იერემიას 31 თავში ვიგებთ. ხოლო იესოს ბეთლემში დაბადება რომ არა, ამ ქალაქს ძირითადად რახელის სიკვდილით გაიხსენებდნენ. რადგან როცა იესო აქ ჩამოვიდა ჩვენთან დედამიწაზე, მან მწუხარების სრემლების ნაცვლად უდიდესი სასიხარულო ამბავი მოგვიტანა. მათე მახარობელმა იერემიას მიერ რახელის ხსენება ჰეროდეს მიერ ბეთლემში უდანაშაულო ბავშვების კვლევას დაუკავშირა. გახსოვთ მათეს სახარების მეორე თავში ეს არის აღწერილი, როდესაც ჰეროდე გამოცემს ბრძანებას, როდესაც მოგვები დატოვებენ და წავლენ, გახსოვთ იგი ყველ გაცემს ბავშვების 2 წელზე უფრო ნაკლები ბავშვების ყველას ამოწყვეტას აქ და გაგზავნის იქ თავის ჯარისკაცებს. ასე რომ იესოს დაბადებამ, რა თქმა უნდა, სიხარული ბენიამინი გამოიწვია, მაგრამ ასევე მას მწუხარებაც ახლა ბენ-ონი მოიტანა. ნახეთ, არაფერია შემთხვევითი, ხო? ხედავთ, რახელმა რო თქვა, ეს სახელიც ესეც ახდა. საოცარია, ხომ? ერთი ღმერთი, ერთი სულიწმინდა და ერთი ისტორია გვაქვს ჩვენ ყველას ძალიან კომპაქტური და არა მილიარდი და მილიონი წლები. შემდეგი არის ახალი მწუხარება, რომელიც თქვით რომ რეუბენის ცოდვამ გამოიწვია. საყვარელი ცოლის სიკვდილი სულ მცირე, ეს ჩვეულებრივი ადამიანური გამოცდილებაა
და რომელსაც დანაშაულის გრძნობა არ გააჩნია, მაგრამ ის რაც რეუბენმა გააკეთა და გაუკეთა მამამისს, ეს არანორმალური იყო და დანაშაულისა და სირცხვილით იყო შეღებილი. რეუბენი იაკობის პირმშო და შესაბამისად მისი ვაჟებიდან ყველაზე უფროსი იყო. 39 თავში გახსოვთ პირველი ლეამ რეუბენი გააჩინა. სავარაუდოდ ის ამ დროს უკვე 20 წლის იყო. ბავშვობაში მანდრაგორებთან დაკავშირებული ეპიზოდი გახსოვთ ხო? მან რომ მანდრაგორები იპოვა და დედას მიუტანს და მე რახელი თხოვს რომ გამოითხოვოს მანდრაგორები. გახსოვთ ეს არის ხილი, რომელიც იძლეოდა რაღაცა გარკვეულ პოტენციას, სექსუალურ პოტენციას და თითქოს და ეს იყო დაკავშირებული ნაყოფიერებასთან. და ბავშვობაში მანდრაგორებთან დაკავშირებული ეპიზოდი შესაძლოა მის ბუნებაზე რაღაცას მიუთითებდესო. ბილხა რახელის მხევალი იყო და იაკობს ორი ვაჟი, დანი და ნაფთალი გაუჩინა. ესე იგი, განა თავის დედის მხევალთან დაწვა, ასე დეიდის მხევალთან დაწვა. ამ გაგებით, ხო? ბილხა იყო დეიდის, ესე იგი, რახელის მხევალი. შესაძლოა რახელის ბოლოდროინელმა სიკვდილმა ბილხას კვლავ იაკობთან დაბრუნების სურვილი გაუჩინა და ეს რეუბენის მოქმედების შესაძლებლობა იყო. რადგან ტექსტი არ მიუთითებს, რომ რეუბენმა მამამისის ცოლი ძალით გააუპატიურა. ამიტომ ჩვენ ვარაუდობთ, რომ მანაც ბილხამაც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო. თუმცა რეუბენის ცოდვა გაცილებით მეტს მოიცადა, ვიდრე ვნებიანი მადის დაკმაყოფილება. ვაჟისათვის მამის ცოლის ამგვარად მოყვანა იმის განცხადება იყო, რომ ის ახლა უკვე ოჯახის უფროსი იყო. როდესაც აბნერმა მეფე საულის ხარჭა წაიყვანა, აბნერი იყო ძალიან ცნობილი სარდალი, თავარსარდალი საული მეფის დროს. და საულის გარდაცვალების შემდეგ ის იღებს ძალაუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ საულს ვაჟი ყავდა მაშინ, იშბოშეთი. შეგიძლიათ ეს წაიგითხოთ მეორე მეფეთა წიგნების მესამე თავში. როდესაც აბნერმა მეფე საულის ხარჭა წაიყვანა, საულის ვაჟვა და მემკვიდრე იშბოშებდა პროტესტი გამოთქვა, რადგან ეს მაგ დროს, ძველ დროში ხო, ნიშნავდა, რომ აბნერი გვირგვინსაც მიითვისებდა. როდესაც დავითი საულის შემდეგ მეფე დავიდა, მას საულის ცოლებიც მისცეს. არ ვიცი, ეს თუ გახსოვდა თქვენ, შეგიძლიათ ჩაიკითხოთ ეს მეორე მეფეთა წიგნში, მე ნახე, მოვიძიე, პირველი მეფეთა ეწერა, ლაფსუსი იყო გაპარებული დაბეჭდაში, და მეორე მეფეთაში, მე-12 თავში არის აღწერილი. როდესაც დავითი ცოდვას ჩაიდენს და როდესაც მიდის მასთან ხომ, წინასწარმეტყველი და მას ამხელს ხომ, აი არის ეს მოწემული, რომ ღმერთი ეუბნება, რომ მეო საულის ისე ცოლებიც მოგეციო და საულის ცოლებიც მოგიწვინეო. ხედავთ, ესე იგი და აქ არის ნიშნება, რომ დავითს საულის ხარჭები და ცოლებიც შაბარებია. მე ამბოხე აბესალომაც, როცა საკუთარი თავი მართლად გამოაცხადა, მანაც ძალიან ისეთი იმას ჩაიდეს, ესეც ახითოფელი ურჩევს მაგას და გააკეთებს, რომ დაწובה მამამისის ხარჭებთან, ანუ დავითის ხარჭებთან. ნახეთ, მეორე მეფეთას მე-16 თავში არის უკვე აღწერილი ეს დავითის ცოდვის შემდეგ, როცა ღმერთი უკვე სასჯელს გამოაცხადებს დავითზე. მიუხედავად იმისა, რომ დავითი მოინანიებს, და ვიცით, რომ ადამიანმა რომც მოინანიო, ის ცოდვის შედეგები მაინც მოქმედებაშია. და უნდა დაინახო კაცობრიობამ სამყარომ, რომ შენ მე გაპატია, ღმერთმა გაპატია, მაგრამ ცოდვებს აქვს შედეგები, რომ მე სხვებმა არ გაიმარა. ესეთი სამართლიანია ღმერთი. ხოლო ადონიას მოთხოვნა, ადონიას უკვე არის სოლომონის ძმა, ერთ-ერთი შვილი დავითისა, უკვე რომ სოლომონი ადის ტახტზე, მაშინ დადონია ითხოვს აბიშაკს სოლომონის დედისაგან. მივა შუამავლად და აქაც ზუსტად იგივე ტახტზე უფლებების გამოწვევა იყო. ეს უკვე მესამე მეფეთა მეორე თავში შეგიძლიათ წაიკითხოთ. როგორც ჩანს, რეუბენის მიზანი ოჯახის ხელმძღვანელობის ხელში ჩაგდება იყო, რაც მის საქმეს კიდევ უფრო საზიზღარს ხდიდა. ჩვენი უფლის იგავში მოხსენებული უმცროსი ვაჟის მსგავსად, გასვოთ ხო, ესე იგი უძღების შვილის იგავი. ჩვენი უფლის იგავში მოხსენებული უმცროსი ვაჟის მსგავსად, რეუბენი მოუთმენლად ელოდა მემკვიდრეობის მიღებას, რომელიც ლუკას სახარების მე-15 თავშია აღწერილი უძღების შვილის იგავი. მას ეს ახლავე უნდა რომ მიეღო. იაკობმა მაშინვე არაფერი გააკეთა, მაგრამ რა თქმა უნდა გული გაუტყდა შვილის საქციელის გამო. აი გეუბნებით, ერთი მუხლია დაწერილი და ნახეთ რამდენადაც ვკითხულობთ ახლა ჩვენ. და ფსიქოლოგიურად გაშალეთ და საოცარია იაკობი, რომელიც ნახეთ როგორი მამაა, რამდენი ტკივილი გადაიტანა მან. და ალბათ ყოველთვის ახსენდებოდა ის, თუ მან რა დანაშაული ჩაიდინა, ხო?
გული გაუტყდა შვილის საქციელის გამო. რეუბენმა გარკვეული ხასიათი გამოიჩინა იოსების სიკვდილისაგან დასაცავად, მაგრამ ვერ შეძლო მისი მონობის გადარჩენა. ამას ჩვენ უკვე 37 თავში წავიკითხავთ, როდესაც იოსების მცდელობა არის გაყიდონ, ცოტათი რეუბენი იქ ჩაერევა და უნდა რომ თავის საქციელი გამოასწოროს, რათა იოსები გადაარჩინოს თავისი ძმების რისხვისაგან. მაგასაც წავიკითხავთ ჩვენ შემდეგ თავში. მიუხედავად იმისა, რომ რეუბენი პირშო იყო, მისი ძმები როგორც ჩანს, არ სცემდნენ პატივს მის ლიდერობას. მანდაც გამოჩნდება, უფრო იუდა არის, უფრო ლიდერი, სიმონი და ლევი არიან უფრო ესეთი რაღაცა, უფრო ლიდერები და მათი სიტყვა უფრო გამავალი. სიბერიში იაკობმა რეუბენის ცოდვა გამოავლინა და პირშოს უფლებები ჩამოართვა, რაც მერე იოსებს გადასცა მან. ამას უკვე ჩვენ დალოცვაში წავიკითხავთ 42 თავში, 49-ში, პირველ ნეშთა მეხუთე თავშიც არის აღწერილი უკვე პირშობა გადაეცა იოსებს და მერე ვიცით უკვე იუდა ხდება ლიდერი და იქიდან გამოდის უკვე მესია იესო ქრისტეც. ვინც ასწავლის, რომ უფლისადმი ჩვენი მიძღვნა ავტომატურად ჩვენ დაგვიცავს პრობლემებისა და ცნებლებისაგან, ყურადღებით უნდა წაიკითხონ ეს თავი. ღმერთმა რა თქმა უნდა აპატია იაკობს და რა თქმა უნდა იაკობი უფალთან ერთად დადიოდა რწმენითა და მორჩილებით. მიუხედავად ამისა, მას მაინც ჰქონდა განსაცდელები და ტანჯვები ცხოვრებაში. თუ უფალს მხოლოდ იმისთვის ვემორჩილებით, რასაც ვიღებთ, ამითი არა იმიტომ, რომ ჩვენი სიყვარულისა და მორჩილების ღირსია, მაშინ ჩვენი გული და მოტივები უკვე არასწორია. ვიმეორებ, თუ უფალს ჩვენ მხოლოდ იმისათვის ვემორჩილებით, რასაც ჩვენ ვაპირებთ რომ მივიღოთ, და არა იმიტომ, რომ ჩვენ ის სიყვარულისა და მორჩილების ღირსია, მაშინ ჩვენი გული და მოტივები არასწორია. ჩვენ ზუსტად ისეთები ვხდებით, რაშიც უკვე სატანა იობს ადანაშაულებს. გასვოთ ხო, სატანის დადანაშაულა იობისადმი რა იყო? გასვოთ, ღმერთს რას ეუნება იობი? ჯერ ღმერთი ეუნება, გინახია ჩემი მორჩილი იობიო და სატანა ეუნება ესეთ დასკვანს. იმიტომ არის შენი მორჩილი, რომ შენ აავსე სიუხვით, შენ აკავს დაცულია. ისმით, ამიტომ ჩვენ ღმერთი იმიტომ კი არ უნდა გვიყვარდეს, რომ ჩვენ რაღაცებს გვაძლევს და უხვად აგვავსო. იმიტომ რომ როცა აღარ გვექნება, აუჯანყდებით, ხო? ამიტომ ჩვენ უნდა გვიყვარდეს ის უპირობოდ, როგორც მას უყვარვართ უპირობოდ. ჩვენი სიყვარული, რომ ის მორჩილების ღირსია და ჩვენი სიყვარულის. შემდეგ არის ახალი მდგომარეობა, რომელიც აღწერილია უკვე შემდეგ მუხლებში. 20 წელზე მეტი ხნის წინ ისააკს ეგონა რომ მოკვდებოდა. გახსოვთ 24 თავში ჩვენ გვახსოვს რომ ისააკი ეგონა რომ კვდება და იბარებს ესავს და ეუნება რომ კურთხევა გადაცეს. მაგრამ იმის შემდეგ ნახეთ კიდევ რამდენი ხანი იცოცხლა. მაგრამ სიკვდილი მხოლოდ 180 წლის ასაკში დადგა მისთვის. ის ყველა პატრიარქზე მეტხანს ცხოვრობდა და მაინც ნაკლები ჩანაწერია მის ცხოვრებაზე, ვიდრე მამამისის, ვაჟებისა და მისი შვილიშვილის, იოსების შესახებ. წარმოგიდგენიათ მართლაც რამ ხელა არის დაწერილი იაკობზე და იმაზე რა ქვია იოსებზე და აბრაამი გახსოვთ მე-12 თავიდან მოყოლებული სულ აბრაამის ისტორია. ჩვენ გვჯერა რომ ისააკმა და იაკობმა სრული შერიგება განიცადეს, გახსოვთ როდესაც დაშორდნენ ჩვენ ვერ ხედავთ მას და ეს ახსენა კიდევაც უორენ ვისბი რომ ჩვენ აქამდე ჩვენ ისააკი არ ჩანდა და რო ჩამოვიდა დაბრუნდა იაკობი, ალბათ შეხვდებოდა ხო მამას და შერიგდებოდნენ და მამაც აპატიებდა იმ ყველაფერს. და მოხუცი პატრიარქი უკვე წლებით გამძღარი, ესე აღწერს ბიბლია. წლებით გამძღარი უკვე გარდაიცვლება. ისევე როგორც მამამისი აბრაამი, რომელიც ჩვენ 25 თავში წავიკითხეთ. ეხლა 35-ში კითხულობთ ისააკის ამბავს და 25-ში ზუსტად იგივე აღწერილი იყო აბრაამის შესახებ. ესავის სეყრიციდან ჩამოვიდა, რათა პატივი მიეგო მამამისისთვის და დახმარებოდა ისააკს მახპელას გამოქვაბულში, გასვოთ ეს აბრაამა რო იყიდა ეს გამოქვაბული, რომ იქ დაეგრძალათ მამამისი. ესავე ამ ქვეყნიური ადამიანი იყო და არა აღთქმისშვილი, მაგრამ ის მაინც ისააკის ვაჟი და იაკობის ძმა იყო და მას სრული უფლება ჰქონდა იქ ყოფილიყო დაკრძალვაზე. სიკვდილი ადამიანური გამოცდილება, რომელიც ადამიანურ ტკივილს იწვევს ჩვენს გულებში და მიცვალებულებზე ზრუნვა პასუხისმგებლობაა მთელი ოჯახისათვის, როგორც მორწმუნეებისა, ასევე ურწმუნოების ჩათვლით. მაგრამ ისააკის სიკვდილმა შეცვალა იაკობის სტატუსი და ის ახლა ოჯახის უფროსი და აღთქმის კურთხევის მემკვიდრე გახდა. მან არა მხოლოდ ისააკის დიდი სიმდიდრე შეიძინა, არამედ მან ასევე მემკვიდრეობით მიიღო ყველაფერი, რაც აბრაამისეულ აღთქმაში იყო ჩართული. მისი ღმერთი ცნობილი იქნებოდა როგორც აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთი. ეს ლაიტმოტივად გაზრდებს, თუ გახსოვთ, აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთი. და ამას იესო ქრისტეც იმეორებს, რომ ღმერთი არის ცოცხლების ღმერთი და არა მკვდრების.
საკმაოდ განსხვავდება იაკობის ოჯახის ჩანაწერი, რომელიც აქ არის აღწერილი 35 თავში, სადაც ჩამოთვლილია 4 ცოლი და 12 ვაჟი. ესავის გრძელი სიიდან, რომელიც უკვე 36 თავში შეგიძლიათ წაიკითხოთ, ძალიან დიდი სიაა. სახელების 6 სია, მათ შორის ვაჟები, მთავრები, მეფეები და როგორც ჩანს, დუბლირებაც ხდება, გამეორებაც. და შეადარეთ ეს მუხლები თქვენ. ესავს ჰქონდა მატერიალური კურთხევები, მაგრამ იაკობს ჰქონდა აღთქმის კურთხევები უფლისაგან. დაბადების 36-ე თავი გრძელი თავია, რომელიც ბევრ სახელს შეიცავს, მაგრამ ეს ამბის დასასრულია ესავის შემთხვევაში. всё, ესავს ჩვენ ამ შემდეგ აღარ შევხვდებით, მაგრამ მის შთამომავლებს ედომელები ძველად თქმაში მხოლოდ იმიტომ არიან მოხსენებული, რომ ისინი ისრაელის ისტორიის ნაწილი იქნებიან. ესავი, იგივე ედომი, ებრაელთა აშკარა მტრები. ბიბლიაში 200-ზე მეტჯერ არიან მოხსენებული, მაგრამ იაკობი და ისრაელი 2000-ზე მეტჯერ ხდება. ხედავთ? ესე იგი 10ჯერ მეტჯერ. იქ 200 ისინი, ეს კიდე 2000 ჯერ. ესავის ვაჟი ელიფაზი ყამალეკის მამა იყო და ყამალეკელებიც ისრაელის მტრები იყვნენ. გახსოვთ ყამალეკის გაწყვეტას, როცა აბარებს, ეს არის გამოსვლის წიგნში, რიცხვთა წიგნში, მეორე რჯულში, პირველ მეფეთაში ეს უკვე საულს აბარებს, რომ ყამალეკი გაწყვიტოს და აგაგს დაინდობს, გახსოვთ ეს ამბავი. დაბადების 37 თავი უკვე არის არა ესავის, არამედ იაკობის ამბავს მოგვითხრობს. ჩვენ როცა გადავალთ უკვე 37-ზე, შემდეგ ჯერზე, იქ უკვე იაკობის ამბავი იწყება. ეს არის იაკობის შთამომავლო თაობის შესახებ მეათე შემთხვევა დაბადების წიგნში და ის იაკობის საყვარელი ვაჟის იოსების ისტორიას წარმოგვიდგენს. ყველა სისუსტისა და ნაკლოვანების მიუხედავად, იაკობის ვაჟები გააგრძელებენ ღვთისმსაქმეს დედამიწაზე და შეასრულებენ ღმერთის მიერ აბრაამისათვის დადებულ აღთქმას. ასევე ყამალეკელები, ახლა მე უბრალოდ კიდე რაღაცებს ვამატებ, რაც გამორჩენილი აქა, ჩვენ მაგას ესთერის წიგნშიც ვნახავთ, თუ ეს ყამალეკი როგორ მტრობს, ხო, გახსოვთ. ყამანიც, რომელიც უკვე იქ ცდილობს რომ გაანადგუროს ესერი და აქედან საშიშროებაში დააყენოს მესიის მოსვლა, რომ ეს მთლიანად გაენადგურებინა ებრაელი ერი. შენიშვნები ესეთი არის, თუ იაკობი 67 წლის იყო, როდესაც სახლი დატოვა და ლაბათან 20 წელი დარჩა, ეს ნიშნავს, რომ ის 87 წლის იყო, როდესაც ბეთელში წავიდა. ისაკი 60 წლით უფროსი იყო იაკობზე, ამრიგად ის 157 წლის იყო, როდესაც იაკობი დაბრუნდა და კიდე 23 წელი ჰქონდა დარჩენილი სიცოცხლისა. ისაკის სიკვდილი აღწერილია 27-29 მუხლებში, მაგრამ ბიბლიურ ჩანაწერში მოვლენების თანმიმდევრობა ყოველთვის ქრონოლოგიური არ არის, ესეც უნდა გავითვალისწინოთ, ხომ? შემდეგი მეორე შენიშვნა მოცემულია პავლემ, ტანსაცმლის ხატება გამოიყენა ქრისტიანი მორწმუნისათვის სიცოცხლის სიახლის სასწავლებლად, რომელთა მე-13 თავში, პირველ კორინთელთა მე-6 თავში, ეფესელთა მე-4 თავში, კოლოსელების მე-3 თავში. ნახეთ რა საინტერესოა რა, ტანსაცმლის ხატება. ასევე ახალი სხეულისათვის, რომელსაც მივიღებთ ქრისტეს დაბრუნებისას. ეს უკვე მეორე კორინთელთა წერილშია ნახსენები. მესამე შენიშვნა არის ებრაელი მეცნიერებით ტრადიციულად განმარტავენ, რომ ელ-შადაი ნიშნავს ყოვლისშემძლე ღმერთს. ან ყოვლადძლიერ ღმერთს, რაც მას ებრაულ სიტყვას კერძს უკავშირებს. ამრიგად ის არის ღმერთი, რომელიც კვებავს და უზრუნველყოფს, რომელიც ხარს უჭერს და საშუალებას აძლევს. ბოლო დროინდელმა კვლევებმა გამოავლინა ღვთის ღმერთიც ასე, ღვთის ღმერთი, ძალა და სტაბილურობა, ან ჩემი გამანადგურებელი ღმერთი, ძალა მტრის წინააღმდეგ. მე-4 ზოგიერთი ბენ-ონის თარგმნის როგორც ჩემი ცოდვის ზე, ანუ ლაბანის კერპების მოპარვა. სახელი ასევე ითარგმნა როგორც სამხრეთის ზე, რადგან ბენიამინი იაკობის ერთადერთი ვაჟი იყო, რომელიც ფადან არამში არ დაბადებულა. გესმით რაზეა ლაპარაკი, ნახეთ. ის ასევე ერთადერთი ვაჟი იყო, რომელსაც მამამისმა დაარქვა სახელი. სხვებს დედები არქვენ, გახსოვთ ხო? წინასწარმეტყველები მკვლევარები ამ ორ სახელში ხედავენ ჩვენი უფლის ცხოვრებისა და მსახურების ორ ასპექტს: მისი ტანჯვას, ბენ-ონი და მის დიდებას, ბენიამინი. ასევე იხილეთ ლუკას სახარება 24 თავი და პირველი პეტრეს წერილი მე-5:1. მე-6 შენიშვნა არის
37 და 24 თავებში აღწერილი მოვლენები ისააკის სიცოცხლის დროს მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიკვდილი აქ არ არის აღწერილი. თუ იაკობი 130 წლის იყო, როდესაც ეგვიპტეში წავიდა და იოსები 39 წლის ჩვენ ამას წავიკითხავთ, ესე იგი 57 თავში წავიკითხავთ, რომ იაკობი 130 წლის იყო, როდესაც ეგვიპტეში წავიდა 57 თავში აღწერილი, იოსები 39 წლის 51 თავში, 30 წლის პლუს 7 სიუხვის წელი და 2 წელი შიმშილობისა, მაშინ იაკობი 91 წლის იყო, როდესაც იოსები დაიბადა. ხედავთ? საინტერესოა რა, ესეთი მიგნება. თუ იოსები 17 წლის იყო, როდესაც ეგვიპტეში წაიყვანეს, 37 თავში წავიკითხავთ, მაშინ იაკობი ქანაანში 11 წლის იქნებოდა და 108 წლის. მაშინ იაკობი ქანაანში 11 წელი იქნებოდა. გესმით? ესე იგი, მაშინ იაკობი ქანაანში 11 წელი დარჩა და 108 წლის იქნებოდა. მისი მამა ისააკი 168 წლის იქნებოდა. და შესაბამისად ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც იოსები გაყიდეს. ხედავთ? ისააკი 12 წლის შემდეგ გარდაიცვალა, 1 წლით ადრე, სანამ იოსები ეგვიპტეში მეორე მმართველად დაინიშნებოდა. ის ქრონოლოგია, რომ ბიბლიაში ყველაფერი ქრონოლოგიურად არ არის და შეიძლება ადრე იყოს ნათქვამი, ნახსენები რაღაცა, რომელიც მერე მოხდა. და ეს ჩვენ დალაგება უკვე წლების გვაძლევს ამის ახმის საშუალებას. აი ამიტომ გვჭირდება ჩვენ კვლევარები, რომელიც გვეხმარებიან, ხო, თუ ჩვენ ყურადღება ვერ გავამახვილეთ ამაზე. მეშვიდე ის არის იაკობისა და ესავის ერთმანეთისგან დაშორება, გვახსენებს ა ブラ ამისა და ლოტის დაშორებას ერთმანეთთან. ესეც ძალიან კარგი მინიშნება არის. ეს არის ის, რაცაც ჩვენ 21 ნაწილში შეგიძლიათ ისევ სახლში დაბრუნება უწოდა ვორენ ვირსმი. მადლობა მოსმენისათვის.